ბუკა პეტრიაშვილი საქალაქო სასამართლომ გზის გადაკეტვის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნოდა 5,000 ლარით დააჯარიმა. ამ წუთებში კი კიდევ ერთი პროცესი იმართება, სადაც ანალოგიურ დანაშაულს ედავებიან ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს. რამდენიმე წუთში დაიწყება მუსიკოს მათე დევიძის პროცესიც, რომელიც ამ ეტაპზე პატიმრობაშია და მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება ოლიგარქიული რეჟიმი. დავით კობიძე მოგვიყვება დეტალურად მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებ. დავით გისმენთ. ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც სანქცირებულმა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ 5,000 ლარით დააჯარიმა და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ 17 იანვარს მისი მხრიდან არ ქონია რაიმე ცდელობა მას უпроსწორად, რომ გზა ხელოვნურად გადაეკეტა და გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც თავად პოლიცია იღებდა და პოლიციამ მიიღო მონაწილეობა საავტომობილო მოძრაობის მშვიდობიანად ჩაკეტვაში. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა მოწმე პოლიციელიც, რომელმაც შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის უქმით და დღეს სანდრო ბარამიძეს, ბუკა პეტრიაშვილის ადვოკატს, ჰქონდა კითხვა ამ მოწმისადმი და მან კითხა, იცნობს თუ არა პოლიციელი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, თუმცა სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ არ მისცა კითხვის დასრულების უფლება ადვოკატს და ეს იმით ახსნა, რომ როგორც თავად განმარტა, სასამართლო იკვლევს, როგორ შეაფასა კონკრეტულმა მოწმემ ფაქტი და არა მის კომპეტენტურობას. საბოლოო ჯამში ამის შემდეგ ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან თვლიდა, რომ ის იყო მიკერძოებული და ის ვერ მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას, თუმცა რა თქმა უნდა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბუკა პეტრიაშვილი კი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული მორიგი ცირკი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამ ცირკის მსახიობები, შემსრულებლები, კონკრეტულად ძალიან უნიჭოთ ასრულებდა ამას შსს ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები. ამ შენობას იქვია საქალაქო სასამართლო, მაგრამ ამას სამართალთან და სასამართლოსთან არაფერი არ აქვს საერთო. მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5,000 ლარიანი ჯარიმით. ყველა დარბაზში ხარ რასაც ხედავთ, ყველგან მიდის ფარსი, რომელსაც ეს ქვია უსამართლო სასამართლო, სადაც აჯარიმებენ ექიმებს, მასწავლებლებს, არქიტექტორებს, მსახიობებს, მწერლებს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს, ამ ქვეყნის მომავალს ასამართლებს სისტემა, ამ ქვეყნის სიყვარულისთვის, ევროპული მომავლისთვის, ევროპისკენ სწრაფისთვის, რაც არის კლასიკა ყველა ავტოკრატული რეჟიმის, მაგრამ ისე როგორც ყველა ავტოკრატული რეჟიმი, ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე ბევრს გონია. ჩემი ეპიზოდიც არ განსხვავდება არაფრით სხვა ეპიზოდებისგან, აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე დამაკავეს 2 ცრუ მოწმე, უწყვეტი კადრი არსებობს, მაგრამ კონკრეტულად რაც გეტოვებია. 2 საათზე დაიწყო და ჯერჯერობით არ დასრულებულა გიორგი ქადაგიძის სასამართლო პროცესიც. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის 2 თებერვალს ადმინისტრაციული წესით აღმაშენებლის ხეივანზე დააკავეს და ამის გარდა დილიდან საქალაქო სასამართლოში არის ხალხმრავლობა, ძალიან ბევრი მოქალაქის ადმინისტრაციული საქმე განიხილება და ყველა შემთხვევაში მოსამართლეები არ ღალატობენ ჩვეულ პრაქტიკას და არასდროს გამოაქვთ მოქალაქეების სასარგებლო გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში იზიარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ეს მოქალაქეები, რომლებიც მოსამართლეებმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მათი უფლებადამცველებიც აღნიშნავენ, თითქმის არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა. მედავებოდნენ 16 იანვარს გზის გადაკეტვას, შესაბამისად შედგა ის საცირკო წარმოდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთი მტკიცებულებით რაც ჰქონდათ ეს ვიდეო მასალა წარმოდგენილი არ დასტურდება, არამთუ ის, რომ გზის გადაკეტვაში მივიღე მონაწილეობა, არამედ არ დასტურდება ლოკაცია ტერიტორიულად სად ვდგევარ, შესაბამისად არ დასტურდებოდა სავალ ნაწილს ვკეტავ თუ არ ვკეტავ სავალ ნაწილს. მოცემული ჯარიმით
ვერანაირად ვერ დაფიქსირდება და ვერ მოხდება ხალხის დაშინება, შესაბამისად, იმიტომ მონაწილეობ ყველა პროტესტში პირველივე დღიდან და შესაბამისად ამ ჯარიმით ვერავის ვერ შეაშინებთ. არასასიამოვნო გამოცდილებაა ცალსახად, მაგრამ პირველი გამოცდილება როა ალბათ მაგდავ ბადებს შეგოცდა არა. შიშის ფაქტორის დანერგვა ალბათ. რამდენად მოქმედებს და მუშაობს? არ მოქმედებს საერთოდ, იმიტომ რომ ეს მე პირველი ვიყავი ჩემს სამეგრელოში სასამართლო პროცესში ჩაუტარდა, თუმცა ჩემს გარშემო ყველას თითქმის იბარებენ და ყველას იგივე მუხლით ედავებიან, ამიტომ რომ მოლოდინის რეჟიმის პრინციპში გააქვს, როცა აქციაზე გადიხარ. ცოტა ხნის წინ დაიწყო 21 წლის აქტივისტის მათე დევიძის სასამართლო პროცესიც, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. 21 წლის ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ გამოიკითხება ერთ-ერთი მოწმე პოლიციელიც.